გამარჯობა მეგობრებო. შეუჩერებელი კვარაცხელია და პარიზელების მხარდაჭერა. მოიგებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს. რა ხდება მიქაუტაძისა და მამარდაშვილის თავს? ვიდეოს დაწყებამდე კი ერთი საინტერესო გამოწვევა გვაქვს. საინტერესოა შევძლებთ თუ არა 2500 მოწონებაზე ასვლას. ხოლო თუ ამ არხის ვიდეოებს ხშირად უყურებ და ეს შრომა შენთვის რაღაცას ნიშნავს, გამოიწერე არხი, რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 30000 გამომწერზე ავიდეთ. მადლობა ყველას, ვინც ეს რამდენიმე წამი დამითმეთ და ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინეთ. ახლა კი დავიწყოთ. აი ზუსტად ასეთი მატჩი სჭირდებოდა კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. Paris Saint-Germain-მა ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ტიტულით დაიწყო. UEFA სუპერთასის ფინალში Aston Villa 2-1 დაამარცხა და შეხვედრის პირველი გოლი სწორედ ხვიჩამ გაიტანა. მე-20 წუთზე დეზირე დუეს გადაცემის შემდეგ კვარაცხელია მომენტი ჩვეულ სტილში დაასრულა. სწრაფად მოამზადა დარტყმა და ინგლისელთა კარი ულამაზესი გოლით აიღო. სოფასკორმა კი მისი თამაში 8.3 ქულით შეაფასა. ხვიჩა შთამბეჭდავს აღამოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც დაემატა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელია დოპინგ კონტროლზე შეიყვანეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პროცედურა, მაგრამ ხუმრობით რომ ვთქვათ, კვარამ ისეთი ინტენსივობით და ხარისხით ითამაშა, რომ თითქოს ორგანიზატორებსაც ეჭვი გაუჩნდათ. თუმცა გადაამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ეს უბრალოდ ხვიჩა კვარაცხელია. საბოლოოდ კი PSG 2-1 მოიგო და სეზონი პირდაპირ ახალი ევროპული ტიტულით დაიწყო. ამ გამარჯვებით პარიზელები მილანისა და მადრიდის რეალის შემდეგ მხოლოდ მესამე კლუბი გახდნენ, რომელმაც UEFA სუპერთასის ზედიზედ ორჯერ მოიგო. ლუის ენრიკესთვის ეს PSG-სთან ერთად უკვე მე-13 ტიტულია. ხვიჩამ კი ბოლო ერთ წელიწადში მე-6 თასი აღმართა. მაგრამ ამ შეხვედრას კვარასთვის კიდევ ერთი მნიშვნელობა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მისი სახელი ოქროს ბურთის რეიტინგებში ნელ-ნელა უკან იწევდა. მიზეზების გასაგები იყო. კონკურენტები მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე იყვნენ. ხვიჩას კი საქართველოს არ ყოფნის გამო ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი საჭირო იყო ერთი დიდი მატჩი, რომელიც საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენებდა თუ რა სეზონი ჰქონდა კვარაცხელიას. მან კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. ევროპული ფინალი, გოლი, ტიტული და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მოედანზე. ამის შემდეგ კი პრესაც პრაქტიკულად ერთდროულად ახმაურდა. ყველაზე საინტერესო შეფასება კი სწორედ მეტოქის მთავარი მწვრთნელისგან მოვისმინეთ. უნაი ემერი ამბობს: ჩემი აზრით კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტია. ის ფანტასტიკურია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მათ შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ მისი შეჩერება ვცადეთ, მაგრამ ხარისხი, რომელიც მან გამოავლინა, ექსტრაორდინალურია. გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის, მაგრამ მას აქვს ყველაფერი, რაც სამჯილდოს მოსაგებად სჭირდება, განაცხადა ემერი. ესპანური ეისიც სწორედ დიდ მატჩებში მის გავლენაზე წერს. გამოცემა Aston Villa-სთან გოლის ეპიზოდი განსაკუთრებულად გამოყო და აღნიშნა, რომ კვარაცხელია მთელი შეხვედრა მაღალ ტემპში ჩაატარა. ეისი ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც აღიარებს. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფნამ კვარაცხელიას ოქროს ბურთის შანსები ნამდვილად შეამცირა. მაგრამ მათი შეფასებით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სეზონისა და ახლა უკვე ახალი სეზონის ასეთი დასაწყისის შემდეგ ქართველი კვლავ ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რჩება. იგივე აზრზეა ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ფუტმერკატო. სეზონის დასაწყისში სხვებზე უკეთეს ფორმაში მყოფი კვარაცხელია უკვე ამტკიცებს, რომ PSG-ს დიდ მატჩებში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, ქართველი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოსჩანს. იქნებ მთავარ ფავორიტადაც კი ის ისეთივე დაბრუნდა, როგორც დავტოვეთ. გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დიდ მატჩი. ის თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული მოთამაშე იყო. წელს დიდი საერთაშორისო ტურნირის გარეშე ის უდავოდ იქნებოდა 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი. ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატი მის შანსებს გარკვეულწილად ამცირებს, მაგრამ სრულიად არ აქრობს. ზოგიერთს ჯერა კიდეც რომ მას მოგება შეუძლია, მაგალითად უნაი ემერის. ბრძოლა წარმოუდგენლად დაძაბული იქნება და მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის დიდი ნაწილი უკვე გადაწყვეტილია, 26 ოქტომბერს ლონდონში დაგეგმილ ცერემონიამდე ჯერ კიდევ რჩება 2 თვე. ეს პერიოდი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყველაფერი კი კვირას ლანსის წინააღმდეგ გასამართი მატჩით გაგრძელდება, წერია გამოცემაში. ხვიჩას ოქროს ბურთზე მისი თანაგუნდელებით საუბრობენ, მაგალითად ვიტინი ამბობს: ბევრი კარგი ფეხბურთელია, ვისაც წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ჩემი აზრით ეს იქნება PSG-ს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კვარა ჩემპიონთა ლიგის სეზონის შემდეგ, უსმან დემბელე შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ან ფაბიან რუისი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ჩემთვის ამ სამიდან ერთ-ერთი იქნებოდა, მაგრამ ბევრი ფეხბურთელია, როგორებიც არიან კეინი ან მბაპე. ოქროს ბურთისთვის პარიზელს მივცემ ხმას, განაცხადა ვიტინია. ხვიჩას ოქროს ბურთზე კი პარიზელები საკმაოდ ემოციურად საუბრობენ. მინდა თბილისში ვიყო, როცა კვარა ოქროს ბურთს ჩაიტანს და ეს ემოცია განვიცადო. გადამწყვეტ მომენტში ყველას ანადგურებს, ის შეუფასებელია. მადლობა ღმერთს კვარა ვიყიდეთ, ეს გადამწყვეტი იყო. მესამე ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ კვარაცხელიას წყალობით, წერენ PSG-ს გულშემატკივრები. აღსანიშნავია, რომ თავად ხვიჩა ამ ყველაფერს
გაცილებით მშვიდად შეხვდა. ოქროს ბურთი? ყოველთვის ასიამოვნოა, როცა ასეთ ჯილდოს გიკავშირებენ, მაგრამ ამ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს. ბედნიერი ვარ, როგორი სეზონიც მქონდა. ზოგი ამბობს, რომ მეც ვიმსახურებ. ნახოთ რა მოხდება. განაცხადა კვარამ. ფიქრობ ამ ეტაპზე კვარასხელიასთვის სწორედ ასეთი მიდგომა საუკეთესო. ოქროს ბურთზე საუბარს მედია, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მიხედავენ. მას კი პასუხი მოედანზე აქვს გასაცემი. ასტონ ვილასთან უკვე გასცა. დიდი მატჩი, გოლი და ტიტული. ახლა კი შემდეგი შესაძლებლობა 16 აგვისტოს მოდის, როდესაც PSG საფრანგეთის სუპერთასზე ლანს შეხვდება. ამიტომ თუ ხვიჩა სეზონის პირველივე კვირებში კიდევ ერთ ტიტულს დაამატებს და ამასთან ერთად კვლავ გადამწყვეტი იქნება, მაშინ ოქტომბრამდე მისი სახელის ოქროს ბურთთან დაკავშირება კიდევ უფრო ხშირად მოგვიწევს. ამიტომ დაველოდოთ ამ ძალიან საინტერესო შეხვედრას. ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, მისი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. ბოლოსკენ კი ხვიჩას შესახებ ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციასაც დავამატებ. როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც მამუკა ჯუღელი ხვიჩას აგენტი აღარ არის. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება კვარას ახალი აგენტი. ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, ეს ფრანგი მუსა სისოკო იქნება. სისოკოს ბევრ ცნობილ ფეხბურთელთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და ისეთ სახეებს წარმოადგენს, როგორებიც არიან უსმან დემბელე, რაიან შერკი, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლომუანი, დაიო უპამეკანო ჟუნიორ კრუპი და სერუ გირასი. ამიტომ ნახოთ თუ როგორ წაადგება ახალი აგენტი კვარაცხელიას კარიერას. რა ხდება რეალურად მიქაუტაძის გარშემო და რატომ უკავშირებენ მას ბოლო დღეებში ასე ხშირად ბარსელონას. უპირველეს ყოვლისა ერთი რამ უნდა გავმიჯნოთ. ცოტა ხნის წინ ჯეოთიმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ჰანსი ფლიქსა და მიქაუტაძეს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და შესაბამისად იმ ვერსიას თითქოს ფლიკმა გიორგის პირადად დაურეკა და ტრანსფერზე თანხმობა მიიღო, ამ ეტაპზე დადასტურებულ ინფორმაციად ვერ მივიღებთ. მაგრამ აქედან მეორე უკიდურესობაში გადასვლაც არასწორი იქნება. საქმე ისაა, რომ გიორგის შესახებ უკვე რამდენიმე სხვადასხვა წყარო წერს. ახლა კი ამ თემას კატალონიური გამოცემა კრონიკა გლობალით შეუერთდა. მედია, რომელიც ელ ესპანიოლის პარტნიორია და უშუალოდ ბარსას გარემოს აქტიურად აშუქებს. მათი ინფორმაციით, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ისევ ხულიან ალვარესია. დეკუ ამ ეტაპზე ელოდება, როგორ განვითარდება არგენტინელისა და ატლეტიკოს ურთიერთობა. შემდეგ კი შესაძლოა მეორე შეთავაზებაც გაკეთდეს. მაგრამ თუ ალვარესის ტრანსფერი საბოლოოდ ვერ შედგა, ბარსას აუცილებლად დასჭირდება ალტერნატივა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ფერან ტორესის PSG-ში გადასვლაზეც აქტიურად იწერება. ამ ალტერნატივებს შორის ახელდებიან დუშან ვლაჰოვიჩი, ვიქტორ ოსიმენი და გიორგი მიქაუტაძე. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ თულა წარმოსადგენია, რომ რამდენიმე სხვადასხვა ესპანურ და კატალონიურ წყაროში მიქაუტაძის სახელის ასე ხშირად გამოჩენა სრულიად შემთხვევითი იყოს. გიორგი უკვე ლალიგაში თამაშობს, ევროპულ დონეზე თავი აჩვენა. საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იმას აქცია, რომ ტოპ კლუბისთვის მზადყოფნა რეალისტური საკითხია. ამ ყველაფერს ახლა კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც დაიმატა. როგორც იწერება, ბარსაში მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ბარსასთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჟერა რომერომ დაწერა, რომ გუნდის თავკაცი ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ტრანსფერში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. სპორტულ დირექტორს დეკუს კი გიორგი ძალიან მოსწონს. ამ თემასთან დაკავშირებით კი ესპანელმა სატრანსფერო ექსპერტმა ხუან ხესუსმა ახალი ინფორმაცია გავრცელა. დეკუს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. სპორტული დირექტორისთვის მიქაუტაძე ხულიან ალვარესის იდეალური შემცვლელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კრუპიმ ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერი გამოირიცხა. პრობლემა ისაა, რომ ჰანსი ფლიკი ბოლომდე თანახმა არ არის. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მიქაუტაძე ჯერჯერობით მზად არ არის, რომ ბარსას დონის კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. სწორედ ამიტომ გარიგება დაყოვნებულია. დეკუ ფლიკის თანხმობის გარეშე არავის გაიფორმებს. ტრანსფერისთვის კი ორივე მათგანის თანხმობაა საჭირო, ამბობს ხუან ხესუსი. ამიტომ ეს ამბავი ჯერ ჭორიდან ტრანსფერამდე ვერ მივიდა, მაგრამ არც უბრალოდ სარიელი ხმაურია. მომდევნო დღეები კი ბევრ ამას გვაჩვენებს. მე კი ყველა ახალ ინფორმაციას ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით. მამარდაშვილის გარშემო ლივერპულში საკმაოდ უცნაური სიტუაცია იქმნება. ბოლო რამდენიმე ამხანაგური მატჩის შემდეგ ქართველი მეკარე გულშემატკივრების ნაწილის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა და მას განუდგნენ. ბოლო შემთხვევა მონაკოსთან მოხდა. ლივერპული შეხვედრას 2-0 იგებდა, თუმცა საბოლოოდ 2-3 დამარცხდა. მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, 45 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაუშვა. მატჩის შემდეგ კი ინგლისურ სოციალურ ქსელებში გიორგის მიმართ საკმაოდ მძიმე კომენტარები გავრცელდა. ზოგი გულშემატკივარი წერდა, რომ ის ალისონის შემცვლელის დონეს ვერ აკმაყოფილებს. ზოგის აზრით კი მამარდაშვილს პრემიერ ლიგის უმაღლეს დონეზე თამაში გაუჭირდება. ერთ-ერთი კომენტარი ასეთი იყო: წინა სეზონშიც ვერ ბრწყინავდა და ახლაც ვერ ბრწყინავს. ფიქრობ საკმარისი დონე არ აქვს.
მაგრამ საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ლიდსთან 4-2 მარცხის შემდეგ მამარდაშვილი კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა და იმდენად ბევრი ნეგატიური შეფასება გავრცელდა, რომ ლივერპულის თემატურმა ინგლისურმა მედიამ სოციალური მასალაც კი მიუძღვნა კითხვას. რატომ ჩქარობენ გულშემატკივრები ქართველი მეკარის ჩამოწერას? მათი შეფასებით გიორგის ყველა გაშვებული გოლის დაბრალება არასწორია, რადგან პრობლემა თავად ლივერპულის დაცვასა და გუნდის საერთო ორგანიზაციაშიც აშკარად ჩანს. ეს მონაკოსთანაც გამოჩნდა. გუნდმა კვლავ დაკარგა ურბურთიანი უპირატესობა და მეორე ტაიმში დაცვითი სტრუქტურა რამდენიმე ეპიზოდში მთლიანად დაიშალა. ასევე ანდონი ირაილო მატჩის შემდეგ კონკრეტულად მამარდაშვილზე არ ისაუბრა და აქცენტი გუნდის საერთო პრობლემაზე გააკეთა. ანუ სიტუაცია მხოლოდ მეკარის ფორმამდე ნამდვილად არ დადის. კრიტიკა ლივერპულის დონის კლუბში ბუნებრივი მოვლენა და მამარდაშვილმაც კარგად იცის თუ სად გადავიდა. მაგრამ კრიტიკასა და ფეხბურთელის ნაადრევად ჩამოწერა შორის ძალიან დიდი სხვაობა. ჩვენგან კი ერთი მარტივი რამ შეგვიძლია. კომენტარებში გიორგის წარმატება ვუსურვოთ და გავამხნევოთ. მამარდა კი ჰეითერებს პასუხს მოედანზე გასცემს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.